სერბადრის გემოლოგი ამჯერად გორის რაიონი სოფელი ყელქსეულიდან მოგესალმებათ. დღეს ჩვენ ამ ლამაზ და ამ ძვირფას სოფელში უნდა მოვამზადოთ ყველაზე გიჟური კერძი, ყველაზე მაგარი კერძი, რომელიც მე პირადად ძალიან მიყვარს და არა მარტო მე, ბევრმა ვინც გასინჯა, ალბათ ნომერ პირველ კერძად მიიჩნია. ეს არის ჩაკაფული. დიახ, ჩაკაფული არ მოგესმათ. ჩაკაფული, ოღონდ ამჯერად კურდღლის ჩაკაფული, რომელიც არც მე გამისინჯავს, არც გამიკეთები არასოდეს. ერთად მოვამზადოთ და ერთად დავაგემოვნოთ დღევანდელი ჩვენი კერძი. დაალაიქეთ, გამოგვიწერეთ და დავიწყოთ. კურდღლის ჩაკაფულისთვის დაგჭირდება შემდეგი ინგრედიენტები. ესენია აუცილებლად, რა თქმა უნდა, კურდღელი ოჯახში გაზრდილი, გემრიელი, ტარხუნა აუცილებლად საკმაოდ დიდი რაოდენობით, მწვანე ხახვი, მწვანე ტყემალი, მწვანე წიწაკა, ოხრახუში, ქინძი, კამა, ყველაფერი მწვანე, ყველაფერი ცოცხალი, რომ აი კიდევ უფრო გააცოცხლოს ჩვენი გემოები და კიდევ უფრო გიჟური გამოგვივიდეს ეს კერძი. დავჭრათ კურდღელი საშუალო ნაჭრებად. და დაჭრილ ხორცს მოვათავსებთ ყვავში. ოჰო, კარგი. ცხიმიანიც გამოვა, როგორც ეთყობა. თუმცა ჩაკაფულს ვაკეთებდი წინა ვიდეოში, ალბათ გემახსოვრებათ, თუ არა დაუყურეთ და გაიგებთ. რისგან შეიძლებოდა გამზადებულიყო ჩაკაფული, ყველაფერი ჩამოთვალე. ჩაკაფული არსებობს პირველ რიგში, ყველაზე პოპულარული საქართველოში არის ხბოს ჩაკაფული, ბატკნის ჩაკაფული, ცხრის ჩაკაფული და რავი, მე მაგალითად გამისინჯავს ინდაურის ჩაკაფულიც, ქათმის ჩაკაფულიც და ყველამ ვიცით, რომ სამარხოდ აკეთებენ სოკოს ჩაკაფულსაც. სამწუხაროდ მაშინ არ ვიცოდი ნამდვილად და არ მithქვამს კურდღელი და მე ნამდვილად არ მქონა გაგონილი და გასინჯული ეს და დღეს გავაკეთოთ აგერ კურდღლის ჩაკაფულიც. ბატონო, ვჭრით მწვანილებს პირველ რიგში ესე გავარჩიოთ ტარხუნა და ჩავაყაროთ. ვჭრით სხვა მწვანილებსაც. ეს არის ოხრახუში, ქინძი, კამა. მწვანე ხახვი, აუცილებლად მწვანე ხახვი. მწვანე წიწაკა. ბევრი არ მოგვიდეს და ძალიან არ ავამწარო, ცოტას ჩავაჭრი. ნახევარს. და ვაყრით ტყემალს, მწვანე ტყემალს. და რაც თავარია ჩაკაფულისთვის, ყველამ კარგად ვიცით, რომ აუცილებელია თეთრი ღვინო, რომელთან ერთადაც უნდა მოიხარშოს და აბა ვნახოთ მე აბა კურდღელი და ღვინო ერთად როგორი იქნება. მეც ძალიან მაინტერესებს. დაახლოებით 1 ლიტრამდე ღვინო გავაკეთოთ. კურდღლის ხორცი, მწვანილები, ტარხუნა, ტყემალი, ღვინო, ყველაფერი გავამზადეთ. ეხლა დავახურავთ დავსახურს და დაველოდებით მოხარშვას. გამარ სასწაულია ბიჭო. კურდღლის ჩაკაფულით მზად არის. ეხლა კი გავუკეთოთ მარილი ჩვენს არისტოკრატულ მეფურ კერძს. არა. აი, ზუსტად ჩდება. აურიოთ.
გინაც მენა მზეა რა ცოცხლებელი ad მოვიღოთ თებსე და გავუსინჯოთ სერბადრის ლავაში ჩავტეხოთ ჭირიმეში შენი ჭირიმე შენია ჯამს წვეთიც არ შეჩენია ძალიან მაგარი გამოვიდა და ძალიან უცხო გემოსი ყოფილა კურდღლის ჩაქაფული და დიდი მადლობა მას ვინც ეს მირჩია დაალაიქეთ გამოგვიწერეთ და გაიხარეთ ამნაირ ლამაზ ოჯახში ვართ და გაუმართლოს გოძ და ყელქცეულს აუ მშვიდობა მოგცეთ გახარება მოგცეთ ამ ოჯახს და ამ ლამაზ სოფელს